მოგესალმებით მეგობრებო, გთავაზობთ Adobe Premiere Pro-ში აუდიო-ვიდეო რედაქტირების მეორე სესიას. თავდაპირველად, უნდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. ხშირად, ერთი შეხედვით უინტერესო კადრში მეტად საინტერესო ფრაგმენტი მიპოვია. ვიზუალურ თხრობაში სწორედ კადრია მთავარი გმირი. დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით დათვალიერებასთან ერთად დავიწყებ საინტერესო ფრაგმენტების მონიშნას. Adobe Premiere Pro სცენაზე ამ პროცესს მარკირება ეწოდება. Playheads დავაყენებ იმ ადგილას, საიდანაც შერჩეული ფრაგმენტის დაწყება მინდა. ვაჭერ ღილაკს Mark In, მას გახსნილი ფრჩხილის ფორმა აქვს. იგივე ფუნქციას კლავიატურაზე ასრულებს ღილაკი I. შემდეგ მონიშნავ ფრაგმენტის დასასრულს, Mark Out ფუნქციით, რომელსაც დახურული ფრჩხილის სიმბოლო აქვს. კლავიატურაზე ეს არის ღილაკი O. შემდეგი ამოცანა მონიშნული ფრაგმენტის timeline-ზე განთავსებაა. ამისთვის ვიყენებ თაგვის მარცხენა ღილაკს და კადრი timeline-ის დაფაზე გადმოვაქვს. როგორც ხედავთ, კადრის გამოსახულება ვიდეო ბილინგზე, ხოლო ხმა აუდიო ბილინგზე განთავსდა. ამის შემდეგ აქტიურდება timeline-ის სამუშაო სივრცე. პროექტის პანჯერაში კი იქმნება ახალი ობიექტი, სეკვენციის ფაილი, რომელსაც კადრის სახელი მიენიჭა. შევცვალოთ სახელწოდება, დავარქვათ შემოდგომა. Timeline-ის სახელწოდება ავტომატურად შეიცვლება. მაშინ ასე, რას ემსახურება timeline-ი? პასუხის მარტივი ფორმულირება ასე ჟღერს. აქ ვქმნით კადრების თანმიმდევრობას. ერთ ვიდეო კადრს, მეორეს ვუერთებთ, შემდეგ მესამეს და ასე შემდეგ. შედეგად იქმნება ვიზუალურად უწყვეტი ვიდეო რიგი. ვით ჩემ მეორე კადრს, ჩემი გემოვნებით მონიშნავ სასურველ ფრაგმენტს და timeline-ზე პირველი კადრის გვერდით გადავიტან. შემდეგ მესამე და ასე შემდეგ. იგივე მოქმედების შესრულება ამ ორი ფუნქციის მეშვეობით ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ავირჩევ სასურველ ვიდეო ბილინგს. მარცხენა ღილაკის გამოყენებით ჩვენს მიერ მონიშნული ფრაგმენტი timeline-ზე ზუსტად იმ ადგილას განთავსდება, სადაც Playheads დავაყენებთ. ფრაგმენტის შემდეგ განთავსებული მასალა ავტომატურად უცვლელად გადაადგილდება მარჯვნივ. მარჯვენა ღილაკი მსგავს ფუნქციას ასრულებს, თუმცა ერთი განსხვავებით. მონიშნული ფრაგმენტი კვლავ ჩვენს მიერ მითითებულ ადგილას და ბილინგზე თავსდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის შესაბამისი ზომის სივრცეს ფარავს და არსებულ მასალას ანაცვლებს. გთავაზობთ ამ ორი ღილაკის ფუნქციები თავად გამოსცადოთ. მათი ამოცნობა მარტივია. ისრები მიმართულია მარცხნივ და მარჯვნივ ფრჩხილებისაკენ. Timeline-ზე შესაძლებელია კადრების სიგრძის შეცვლა. კურსორს კადრის დასაწყისთან ან დასასრულთან მივიტან და თაგუნას მარცხენა ღილაკით გადავაადგილებ. მოქმედება შესრულება მხოლოდ მაშინ, როდესაც სელექციის ინსტრუმენტი წითელი ისრის ფორმას მიიღებს. აქვე შემიძლია კადრის თანმიმდევრობის შეცვლაც. კადრების თანმიმდევრობის ცვლილება ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. კლავიატურაზე ვაჭერ ღილაკს Control და სასურველ კადრს შერჩეულ ადგილას ვსვამ. ჩანახატის გახმოვანების იდეა გადაღების დროს დაიბადა. ინსპირაცია ყვითელმა ფოთლებმა მომცა. შემოდგომის წვიმის სევდა და გიაყანჩელის ყვითელი ფოთლები ვფიქრობ სრულ ჰარმონიაში ერთმანეთთან. მოდით პროექტში ეს გენიალური კომპოზიცია დავამატოთ. ამისთვის ვქმნი ახალ ბინს, ანუ საკახალდეს და დავარქმევ სხვადასხვას. მომავალში ამ საკახალდეს სხვადასხვა ფაილის შესანახად გამოვიყენებ. ყვითელ ფოთლებს ახალ ბინში შემოვიტან და მუსიკას timeline-ის თავისუფალ მეორე აუდიო ბილინგზე გადავიტან. ნახოთ რა გამოვიდა. ჩემი აზრით, კადრების თანდაყოლილი ბუნებრივი ხმები არ ჟღერს მომხიბლელად. მე მათ გავთიშავ. განვიხილოთ ხმის გათიშვის სამი ვარიანტი. გავააქტიურებ ფუნქციას Mute Track, ბილიკის დადუმება. ამ შემთხვევაში ბილიკზე განთავსებული ყველა ხმა გაითიშება. მეორე, Unlink. მომნიშნავ კადრს, თაგუნას მარჯვენა ღილაკით გავხსნი ფუნქციას Unlink, რომლის მეშვეობითაც გამოსახულებასა და ხმას ერთმანეთისაგან განვაცალკავებ. ეს მოქმედება ერთდროულად რამოდენიმე კადრზეც შემიძლია შევასრულო. შემდეგ მომნიშნავ აუდიო ფრაგმენტებს და წავშლი. მესამე, გადაფარვა.
იგივე შედეგის მიღწევა უფრო სწრაფადაც შემიძლია. თუ მუსიკას მეორე ბილიკიდან პირველ აუდიო ბილიკზე გადავითან, ის ბუნებრივ ხმებს ავტომატურად გადაფარავს. აქვე გამოვიყენებ ბოქლონის ფუნქციას და ხმის ბილიკს ჩავკეტავ, რათა მონტაჟის დროს ის უცვლელი დარჩეს. რადგან უკვე ვიცი, რომ საწყისი მასალიდან მხოლოდ გამოსახულება მჭირდება, კიდევ ერთ ფუნქციას გამოვიყენებ, drag video only. მისი დახმარებით timeline-ზე მხოლოდ გამოსახულებას გადმოვიტან. საჭიროების შემთხვევაში იგივე შემიძლია გავაკეთო ხმაზეც, drag audio only. ამ რეჟიმში ვაგრძელებ კადრების შერჩევასა და მონიშნას, მანამდე სანამ მთელ მასალას არ დავამუშავებ. ფრაგმენტები შემიძლია timeline-ზე დროებით ქაოტურად დავალაგო და გამოსახულებისა და ხმის ჰარმონიაზე მოგვიანებით ვიმუშაო. პროექტის ფანჯარაში კადრებზე ლურჯი ნიშნები გვაუწყებს გამოყენებულია თუ არა ვიდეო ან აუდიო, რაც შერჩევის პროცესს ამარტივებს. შემდეგი ეტაპი კადრების თანმიმდევრობის შერჩევაა. ეს მონტაჟის რეჟისურაა. აქ საქმეში კვლავ გემოვნება ერთვება. როგორც ხედავთ, მონტაჟის პროცესი ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ტექნიკური ნაწილი, რაც პროგრამის ცოდნას გულისხმობს. მეორე რეჟისურაა, რაც ამ ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებას გულისხმობს. ამით დავასრულოთ დღევანდელი სესია. მომდევნო სესიამდე თქვენს პროექტში შეარჩიეთ კადრები, მონიშნეთ სასურველი ფრაგმენტები, გადაიტანეთ timeline-ზე, აირჩიეთ სასურველი საუნდტრეკი. შემდეგ სესიაზე მონტაჟს დავასრულებთ და ჩვენს ვიდეო რგოლს post-production-ისთვის მოამზადებთ. შეხვედრამდე.